ძალიან მნიშვნელოვანი არის, ვინც ბიბლიის შესწავლას ესწრებით 4 შაბათს თუ პარასკევს, რომელ დღესაც გვექნება ეს. ძალიან გთხოვთ, ვინც არ ახართ ჩართული და 1-2 არ არის ჩართული, აუცილებლად ჩაერთოთ. უნდა გამონახოთ, რომ ეს ონლაინა შეგიძლიათ ყურსასმენები გაიკეთოთ, თუ სამსახურში ხარ, თუ სახლში ხარ, თუ რაღაცა, გაიკეთე ყურსასმენები, თუ არა გაქვს, იყიდე ძვირი არღის, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და თან იარეთ, ახლა თუ რაღაც სერიოზულ და საპასუხისმგებლო საქმეზე ხარ სამსახურში, ხო? გასაგებია, რომ ვერ გააკეთე, მაგრამ თუ ისეთი სამსახურია, რომელიც რაღაცას ხვეტავ, რაღაცას აკეთებ, შეგიძლია მოისმინო. თუ ვერ მოისმენ, აუცილებლად ჩვენ ვაგდებთ ხოლმე ჩანაწერს და მოისმინეთ ძვირფასებო. რატომ არის ეს საჭირო? იმიტომ რომ ჩვენ მიყოლებით ვსწავლობთ ღმერთის სიტყვას. მიყოლებით ვსწავლობთ. იცით, აი როგორც ვინც ინგლისურს ასწავლის, იცი, ახლა მე რო ვთქვა, რომ ვის გინდათ ინგლისური რო ისწავლოთ, აი დია ჯგუფს აყალიბებს, უფასოდ იქნება, ხო? ყველამ შეიძლება აწიოს ხელი, მინდა, მაგრამ რო გავა ერთი თვე შეიძლება 2 კაცი დარჩეს. რატომ? იმიტომ რომ ყველაფერს დრო უნდა, ნებისყოფა უნდა, ასე შემდეგ. მაგრამ ვინც ყოველდღიურად სწავლობს, ისწავლის ხოლმე. ასე არის ბიბლიის შესწავლა. ძალიან გთხოვთ, ვიცი, ჩემი გამოცდილებიდან არ გააცდინო არც ერთი კვირის მოსმენა, განსაკუთრებით ბიბლიის შესწავლა. იმიტომ რომ ეს შენთვის არის საჭირო. იცით, ღმერთი გელაპარაკება სიტყვიდან. ღმერთს უნდა რომ კურთხევა მოგცეს. იცით, კვირაში არის 168 საათი. ერთხელ ვიანგარიშე. და 168 საათი დღეღამიან ჩათვლიანად მაქვს და შენ ამ ბიბლიის შესწავლის დღისათვის გაქვს 1 საათი. 168 საათიდან 1 საათი უნდა გამოყო ღმერთის სიტყვაზე. ეხლა მე რო ვკითხვა ადამიანებს, რომ შეიძლება ზოგმა თქვას, რომ დრო არა მაქვს, მაგრამ თუ ვიანგარიშებთ, რამდენს სკროლავთ Facebook-ზე, ზოგჯერ ფილმსაც უყურებთ, ზოგჯერ ვლაპარაკობთ და ვსაუბრობთ, ხო? თუ ამას ყველაფერს დავიანგარიშებთ, ნახავთ, რომ 1 საათზე საკმაოდ ბევრი არის. ზოგჯერ არის ხოლმე Facebook-ს შეგიყოლებს. ხო, სხვა საქმეზე შედი და სხვა საქმეს გაყევი. მაგრამ ღმერთის სიტყვის შესწავლა არის შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მიხარია, რომ ზოგიერთი ადამიანი არც ერთს არ აცდენს. გარდა რაღაც თუ გამონაკლისი რაღაც მნიშვნელოვანი მდგომარეობა არ აქვს. იცით, ძვირფასებო, ჩვენი კურთხევისთვის ეს აუცილებელია. შენ რაც არ უნდა ილოცო, უფალო მომეციეს, ღმერთო ეს გააკეთე ჩემს ცხოვრებაში, ეს შეცვალე, ასექენი, ისექენი, ხო? შენი ლოცვა არ იქნება შედეგის მომტანი, თუ შენ ღმერთის კანონების შესაბამისად არ იმოქმედე. ეხლა თქვენ იცით, რომ ჩვენ დღეს ვმარხულობთ, ხო? ჩვენ თქვით, ყველამ შევთანხმდით, რომ წუხელ საღამოს, გუშინ საღამოს, ვის ვივახშმეთ, ზოგმა 6-ზე, ზოგმა 7-ზე, ზოგმა 5-ზე, არ ვიცი, ხა ჩვენ სასურველი არ არის, რომ გამეჭამო 8-ზე, 9-ზე და 11-ზე, ხო? ვივახშმეთ და ჩვენ ვამბობთ, რომ ყოველ ზიარება დღეს შუა დღემდე, ანუ რო დამთავრდება მსახურება, ვიყოთ მარხული. უფალი მოგცემს საშუალებას კიდევ, რომ ერთად გამოვიდეთ მარხვიდან. ეს ამასაც გავაკეთებთ, მაგრამ ამ ეტაპზე ძვირფასებო, ხო? ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მარხულობს, თორე უხერხული იქნება, რომ ესე იგი ვიღაც მაძღარიც დაჯდეს და ჭამოს. ეხლა რატომ ვაკეთებთ ამას ძვირფასებო? წესრიგი ყველაფერში საჭირო არის. ჩვენ არა ვართ რჯულის ქვეშ
მაგრამ ვარ წესრიგის ქვეშ. როდესაც შენ სამსახურში მიდიხარ, დილით დგები ადრე, ხო? ხო არ იტყვი რომ მე ხარ ჯულის ქვეშ არა ვარ და როცა მინდა მაშინ მოვალ. თუ შენ ხელმძღვანელი ხარ და მოვიდა ეხლა შენი იმის წევრები რაღაც სამსახურში ყავს, თანამშრომლები ზოგი 9-ზე მოვიდა, ზოგი 3-ზე მოვიდა, ზოგი ღამის 11 საათზე მოვიდა. მე ჯულის ქვეშ არა ვარ. შენ როგორც ეკლესიის თავიც არის იესო ქრისტე, როგორც შენ ახარ შენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ამიტომ იესო ამბობს, რომ თუ გინდა რომ კურთხევა გქონდეს, თუ შენ გინდა რომ ხელფასი მისცე, შენ თანამშრომელს ეტყვი, თუ ხელფასი გინდა, უნდა მოხვიდე მეგობარო 9 საათზე. ეხლა ესე არ არის 11-ზე მოხვედი შენ. დილით უნდა მოხვიდე, რომ ხელფასი მოგცე. თუ გინდა შენ ღმერთის კურთხევა, ღმერთის კანონები უნდა დაიცვა. დიდება ჩვენ უფალს. რა არის ეს? უფალი ამბობს, რომ თუ შენს ცხოვრებაში არ ხდება რაღაც, ხო, მაშინ დამატებით ლოცვას უნდა მარხვა კიდევ. ამიტომ მე ძალიან მინდა, ვიცი რომ ეკლესიები არიან საერთოდ მიშვებულ-მოშვებული, მაგრამ იცით ჩემში ყოველთვის იყო ეს წესრიგი, ჩვენ რომ დავიწყეთ ეკლესია, მახსოვს რომ ვავარჯიშებდე კიდეც ადამიანებს, ყოველდღე უნდა 1 საათი ემარხულათ და ასე შემდეგ. ეხლა ვფიქრობ, რომ და ეკლესიაც მაშინ თავისებურად სულიერად იყო რაღაც ისეთები, რომლებიც მნიშვნელოვანი და იშვიათი იყო. ეხლა მოვიდა დრო ძვირფასებო ისევ წესრიგში ჩადგომის. მე არ ვკითხულობ ეხლა ვინ იმარხულა დღევანდელ დღეს, მაგრამ გთხოვთ ძვირფასებო, თქვენივე კურთხევისათვის ეს წესრიგი დაიცვათ. თქვენ უნდა იყოთ მაგალითი ოჯახში. ზოგადად, რა თქმა უნდა, კაცი არის მღვდელი ოჯახში, მაგრამ არის ბევრი ოჯახი, სადაც მამაკაცებს საერთოდ არ აინტერესებთ ღმერთი და ღმერთის სიტყვა. ასეთ შემთხვევაში შენ ხარ მღვდელი შენს ოჯახში. რომ შენი ოჯახი იყოს დაცული და დაწერილი არის, რომ შენი საქციელითო ჩვენ ვისაუბრებთ ამის შესახებ, როდესაც მივალთ ეფესელების მე-5 თავზე. შენი ურწმუნო ქმარიც კი გახდება მორწმუნე. ამიტომ როდესაც შენ ღმერთმა მოგიწოდა შენს ოჯახში, მას აქვს გარკვეული დავალება შენზე. შეიძლება შენს ოჯახში სხვებიც არიან მორწმუნეები, მაგრამ თუ სხვა არ იქცევა ისე, როგორც საჭიროა ღმერთის წინაშე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენც ისე უნდა მოიქცე. შენ შეგიძლია თქვა, მე ვიქნებ მღვდელი ჩემს ოჯახში. შენ არასოდეს არ უნდა თქვა, რომ ჩემ ნათესავებს, ჩემი ოჯახის წევრებს რაც არ უნდა ველაპარაკო და ველაპარაკები არაფერი მათ თავში არ შედის. იცოდე, ღმერთმა უნდა შეუყვანოს თავში. იცოდე, რომ შენ კი არ მოყავს ღმერთთან ადამიანი, ღმერთს მოყავს თავისთან. შენ უნდა იცოდე, რომ შენ კი არ ცვლი ადამიანის გულს, ღმერთი ცვლის ადამიანის გულს. არა კაცო, მამა ჩემს, ამას რა შეცვლის? არა ძვირფასებო, ღმერთს შეუძლია შეცვალოს მისი გული. დიდება იესოს. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, შენ უნდა იცოდე, როგორ უნდა მოიქცე. შენ უნდა იცოდე, რომ შენს წინაშე არის არა მხოლოდ ამქვეყნიური მიზნები, როგორც დედა, როგორც მამა, როგორც და, როგორც ძმა, შენ გაქვს შენი პასუხისმგებლობები, რომლებსაც ასრულებ. მაგრამ შენ ასევე გაქვს პასუხისმგებლობა, რომ იყო მღვდელი შენს ოჯახში. ეს უნდა გაიგო და ეს უნდა გაიაზრო. ამიტომ შენი სიყვარული შენი ახლობლების მიმართ იმაში კი არ გამოიხატება, რომ შენც ისე მოიქცე, როგორც ისინი გთხოვენ. შენ მოიქცე ისე, როგორც მღვდელს შეფერის. როგორც ღმერთის მამაკაც და ქალს შეფერის. ამიტომ შენ, როდესაც იცით ძვირფასებო, ზოგჯერ შეიძლება დაგცინონ კიდეც, მაგრამ უნდა იცოდე, რომ ღმერთი აუცილებლად იმოქმედებს შენით. დიდება ჩვენ უფალს. როდესაც ჩვენ
ხედავთ ქვეყნიერებას საქართველოს, ხო? ყველაფერი თითქოს უარყოფითისკენ მიდის, მაგრამ ღმერთი ცოცხალი არის. ის აკონტროლებს ისტორიას. მან იცის, როგორ შემოაბრუნოს ისტორიის ჩარხი. დიდება ჩვენ უფალს. ამიტომ არის ღმერთის სიტყვა მნიშვნელოვანი, რომ შენ ამას ყველაფერს ხედავ. ჩვენ ახლა გავდივართ მესამე მეფეთა წიგნს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი არის. იმიტომ რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება შენ ხედავ დაბადებიდან ბოლომდე და იმის მიხედვით როგორ იქცევა ეს ადამიანი, როგორი შედეგები აქვს მაგცევას, შენ შეიძლება დასკვნა გააკეთო, რა შეცდომებს უშვებ და რა არ უნდა დაუშვა. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში შენ შეგიძლია განსაზღვრო შენი ცხოვრების მომავალი ეტაპი. და უნდა თქვა, რომ მე ვარ მღვდელი ჩემს ოჯახში. შენ ახლა ამას რა თქმა უნდა ხმამაღლა არ იტყვი. ხა შენ ოჯახში შეიძლება რომ თქვა მე მღვდელი ვარო, სასაცილოდ შეიძლება არ იყოთ. ჩვენზე ხარ დამოკიდებული რა, მაგრამ უნდა იცოდე, ვინ ახარ შენ, როგორც დაწერილია ხოლმე, ვისი გორისა ხარ, ხო? ხევისბერში. შენ უნდა იცოდე, ვინ ახარ შენ იესო ქრისტეში. რადგან შენ ამოგირჩია უფალმა და მოგიწოდა, რადგან შენ მიგაჯაჭვა მის სიტყვაზე, შენ უნდა იცოდე, რომ არაფერი შენზე არ არის დამოკიდებული. იცით, დავითი როდესაც მოხუცი იყო, ჩვენ ახლა ვსწავლობდით ამას და უკვე მოხუცი იყო და ადონია გამეფდა მის მაგივრად, მიამბოხე და გამეფდა და როდესაც უთხრეს, რომ ასია საქმე და დავითს უნდოდა, რომ სოლომონი გაემეფებინა, რასაც ამბობს, ის ამბობს, ცოცხალია ღმერთი, რომელმაც დამიცვა ყველაფერში, რომელმაც დამაყენა მეფედ და რომელმაც მომცა ძალაუფლება. მის მოხუცებულობაში და სიკვდილის წინ მან იცოდა, რომ ღმერთი იყო ყველაფერი მის ცხოვრებაში. რატომ? უბრალო მწყემსი იყო ძვირფასებო. არ აგდებდნენ მის სახლში არავინ. როდესაც სამუელი მივიდა იესესთან, რომ შენი შვილებიდან ერთ-ერთი მეფედ უნდა ვაკურთხოთ, ასია ღმერთის ნებაო. იესემ დააყენა თავისი ბიჭები. და სამუელი რომ მიდიოდა, ღმერთი ეუბნებოდა, ეს არა, ეს არა, ეს არა, ეს არა. და კიდევ ყავსო ბიჭიო, ანუ დავითს არც კი დაუძახეს, არც კი ჩათვალა ოჯახმა რამედ დავითი, რომ შეიძლება დავითიც დაეყენებინათ, იქნება დავითი არის. კიო, მწყემსი ბიჭიაო ერთიო, არაფრად ჩააგდეს ძვირფასებო. აი ეს არაფრად ჩაგდებული გახდა მეფე და ღმერთი ამბობს, რომ როდესაც შემდეგ ღმერთი ადარებს, როდესაც მეფეებზე ლაპარაკობს, ყოველთვის დავითს ადარებდა მას. დავითი ვითასი არ არისო. დიდება იესოს. ამიტომ თუ შენ არაფრად გაგდებენ, თუნდაც ან შენ რწმენას არაფრად აგდებენ, ან შენ ღმერთის გზაზე სიარულს არაფრად აგდებენ, იცოდე, ეგ არაფრად ჩაგდებული არის ღმერთისათვის ყველაფერი. როგორც ერთმა მსახურმა ბონკემ თქვა, რომ ნოლი ვარო, ბევრი ნოლი ვარო. ძალიან ბევრი ნოლი ვარო, მაგრამ თუ შენს წინ ერთიანი დადგება, რომელიც არის იესო ქრისტე, ეს ბევრი ნოლი გადაიქცება მილიონებად და მილიარდებად. დიდება იესოს. ამიტომ მინდა რომ შენ იცოდე შენს ოჯახში ვინ ახარ ძვირფასებო. მინდა იცოდე რამხელა მოწოდება და კურთხევა არის შენზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ შენ კარგად იცოდეს სიტყვა, შენ გესმოდეს ღმერთის ხმა, შენ აღიქვამდი ამ ყველაფერს, შენ ამორჩეული ხარ, შენ უკვე დაგაყენეს შენს ოჯახში. ამიტომ შენ შესაბამისი ძალაუფლებით უნდა იქცეოდე. შენ აღარ ახარ ის პიროვნება, რა თქმა უნდა თამდაბალი უნდა იყო, მოსიყვარულე უნდა იყო, მაგრამ შინაგანად უნდა გრძნობდე სულიერ ძალაუფლებას. ისი არ არის, რომ შენს ოჯახში ყველამ
ჭკუა გასწავლოს არა ძვირფასებო შენ უნდა გრძნობდეს სულიერ ძალაუფლებას დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს ამიტომ მნიშვნელოვანი არის რომ შეისწავლო მნიშვნელოვანი არის ყოველთვის დაესწრო მნიშვნელოვანი არის ყოველთვის კონდეს ის რაც ღმერთისაგან არის მოცემული ამიტომ ჩემო ძვირფასებო მე მოგიწოდებთ რომ ყოველთვის როდესაც ეკლესიაში ითქმება რომ არის მარხვა შენ უნდა ჩაიჭიდო ამას ზოგადად კარგი არის თუ კვირაში ერთხელ იმარხულებ ძალიან კარგი არის მარხვა ვისაც არ შეუძლია ჩვენ ამაზე ნასაუბრები გვაქვს ხო ზოგს აქვს ისეთი დაავადება რომ მისთვის არ შეიძლება შიმშილი ზოგს ეხა დიაბეტი აქვს ზოგს რაღაც ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ რომ ისეთი რამ ჭამე ხილი ან ბოსტნეული ისეთი რამ რომელიც არ იქნება შენთვის ასე ვთქვათ მოსალხენი არ გადაწყები რო იტყვიან მაგრამ თუ შენი ორგანიზმი გიწყობს ხელს ჩემო ძვირფასო მეგობარო დაო და ძმაო შეგიძლია რომ კვირაში ერთხელ იმარხულო რატომ არის ეს საჭირო შენი სიმტკიცისათვის და უფრო მეცაც გეტყვით როდესაც შენ წესრიგში ხარ უფრო ძლიერი ხარ როდესაც მოშვებული ხარ ხო რაღაცნაირად სინდისის ქეჯნა გაქვს შიგნით. როდესაც გარეთ გამოდიხარ, ხო? როდესაც ლამაზად გაცვია, კარგად გაცვია, ხო? რაღაცა უფრო გაბედულად დადიხარ. უფრო მოხდენილი ხარ, უფრო ასე ვთქვათ, საკუთარი თავიც მოგწონს. მაგრამ ეხლა წარმოიდგინე, რომ გამოხვედი გარეთ აჯაჯული და ესე იგი დადმიდი, შედი ქორწილში ან სადღაც, ხო? უხერხულად გრძნობ თავს, არ შემხედონ, ფეხებზე არ დამხედონ, ნეტა ის როგორ მიყურებს და ასე შემდეგ. ასე არის სულიერ სამყაროში ძვირფასებო. როდესაც შენ ღმერთის სიტყვას კითხულობ, როდესაც ლოცულობ, როდესაც მარხულობ, როდესაც ესე იგი იცავ რაღაც სიწმინდეს, ხო? უფრო გაბედული ხარ, უფრო ყოჩაღი ხარ, უფრო ესე იგი დაწყნარებული ხარ, მშვიდი ხარ. ყოველთვის ზეციდან შობილი ადამიანი დამშვიდებულია, როდესაც უფალში არის. ეხლა ვინც ეციდან არ არის შობილი, მისთვის სულ ერთია. ეხლა კაცებმა ეგ გუშინ იხითხითეს, მოყვეს ამბები, ეხლა კაცები როგორც წესი ქალებზე ყვებიან ხოლმე რაღაცეებს და ესე იგი დამშვიდებულები დალიეს იხითხითეს, წავიდნენ კარგად კარგ ხასიათზე ადგნენ მეორე დღეს. მაგრამ მორწმუნე ასე არ არის ძვირფასება. როდესაც მორწმუნეს ცოდავს, ის მძიმდება. რატომ სული წმინდა ამხელს მას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია წესრიგში ვიყოთ. აწია ხელი და თქვი, მე მინდა წესრიგში ვიყო. დიდება იესოს, დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. დიდება იესოს. თქვი, მე ვიმარხულებ ზიარების დღეს. დიდება ჩვენ ძვირფას. ანუ ყველა უნდა დავემახსოვროთ ძვირფასებო ეს რაღაცა, რომ შაბათობით საღამოს ვივახშმებთ, არ დაგავიწყდეს. ზოგჯერ არის რომ გავიწყდება, მე მომსვლია, დამვიწყებია. უფრო მეტის მარხულობ და დამავიწყდა რომ მარხულობ. და რაღაცა გამიკბიჩია, ხო? ესეც არ არის ტრაგედია, ხო? იქვე მომინანიებია და გამიგრძელებია. იმიტომ რომ შენ ეს არ გააკეთე, იმიტომ რომ აი დაარღვიე მარხვა და ამოხდა მერე კაცო შევჭამ. არა. უბრალოდ დაგავიწყდა. უფალი ხდება ამას ძვირფასებო. და თუ კი შენ გავიწყდება, ჩვენ ძალიან დაკავებულები ვარ და ისე მოვა 7 საათი, 6 საათი, რომ უნდა გეჭამა საღამოს და ვეღარ მოასწარი ჭამა, ხო? შეგიძლია რომ საათი დააყენო, რომ შეგახსენოს, ან ვინმეს უთხრა შემახსენე, რომ არ და მე მაგალითად ჩაწერილი მაქვს, რომ მარხვა მაქვს დღეს და არ უნდა დამავიწყდეს. თუ შეიძლება დამავიწყდეს, რაღაცას ვაკეთებ, რაღაცას ვიღაც მოვიდა, გადაცდა საათი, ой, რამდენი დრო გასულა, ხო? ამიტომ ჩემთვის რატო ვაკეთებ ამას? როდესაც ამას აკეთებ ძვირფასებო, იცით, ღმერთის ბუნება ჩანს ღმერთის სიტყვაში. ღმერთი არის
თავისებური არის, ხო? ეჭვიანი არის ჩვენ ვიცით. რაღაც თავისი თვისებები აქვს. მე ვისაუბრე ხა ოთხშაბათს ანანია და საფირაზე, ხო? ანანიამ და საფირამ გაყიდა თავისი ნაკვეთი, ესე იგი ნაკვეთი ალბათ ძვირად გაიყიდა, მოიტანა ეკლესიაში. ხა ვიღაცამ რო გაყიდოს სახლი და მოიტანოს, რომ პასტორო ზალ აგერ $80,000 მოვიტანე ეკლესიაში და ხა შენ წარმოიდგინე რომ მკითხო რომ ყველა ფული მოიტანე თუ კიდე დაგჭა რამე. რა თქმა უნდა არ შევეკითხე, პირიქით ვეთყვი რომ ყველა გაიგებს რომ ამ და ამ გაყიდა სახლი და $80,000 ეკლესიაში მოიტანა, შევაქებდით და ახლა ვიმსჯელებდით რა უყოთ ამ ფულს. მაგრამ ღმერთი ასე არ ფიქრობდა ანანიაზე და საფირაზე. პეტრემ უთხრა რომ ყველა მოიტანეო, რატო დამალეო? გეთქვაო რომ ნაწილი მომაქვს, რატო თქვიო რომ ყველა მოიტანეო? ნახე ღმერთის ბუნება, ანუ ღმერთს ის კი არ აინტერესებს, შენი $80,000 კი არ აინტერესებს. ღმერთს აინტერესებს შენი დამოკიდებულება მისდამი. ამიტომ როდესაც შენ ძალიან სერიოზულად ეპყრობი თუნდაც მის მარხვას, ხო? როდესაც აი ძალიან ისე ხარ, რომ აი არ დამავიწყდეს, აი 6 საათი არ გამომჩეს, 7 საათი არ რაც არ უნდა მოხდეს 6 საათზე მე უნდა შევიდე ოთახში, უფლის წინაშე დავდგე და უთხრა უფალო, მე ვიწყებ ახლა შენს წინაშე მარხვას, შენს წინაშე ვდებ ამა და ამ საკითხებს, თუ გაქვს საკითხები, მაკურთხე უფალო, მომეცი ძალა რომ შევინარჩუნო ეს მარხვა ვიყოს სიწმინდეში და შენს წინაშე იყოს ეს საათები უფალო, ხო? როდესაც ღმერთი ამას შეხედავს, როგორი სერიოზულია ეს კაცი ამ საკითხზე, ხო? მისი გული სხვანაირად მოიქცევა. დიდება იესოს. შენ უნდა იცოდე ღმერთის გული. ცით ძალიან არ მიყვარს ეს რიტუალი. რიტუალებს აი ზოგიერთ რელიგიის რიტუალებს და რელიგიას იმიტომ ვერ ვიტან, რომ ეს რობოტული რიტუალები არის რა. ესე იგი ადამიანმა უნდა რაღაცები შეასრულოს, ის მეტანიები, ისინი ვერ გრძნობენ ღმერთის გულს. მათ არ იციან როგორი ხასიათი აქვს ღმერთს. ღმერთს აქვს თავისებური ხასიათი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი სიტყვის ცოდნა. ის თავის ხასიათს ავლენს წერილებში. დიდება ჩვენ იესოს. ამიტომ როდესაც შენ მისი ხასიათი გეცოდინება, ძვირფასებო, შენ შეძლებ რომ ისე იმოქმედო, რომ მისი კურთხევა დაიმსახურო. დიდება ჩვენ ძლიერ უფალს. დიდება იესოს. მე მგონი საკმაოდ ვისაუბრე იმის შესახებ, რომ ჩვენ ვიმარხულოთ ყოველი ზიარების დროს.